სადაზღვევო სასტუმრო თუ საწარმოო სექტორს საოპერაციო ხარჯები გაუძვირდა, რამაც კომპანიების მოგება შეამცირა. როგორც კომპანიები აცხადებენ, ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება უფრო ძვირი უჯდებათ. ხარჯები ზრდა დაკავშირებულია კადრებთან, ტექნოლოგიებთან თუ ადმინისტრირების საკითხებთან, რაც ბიზნეს ოპერირებას უძვირებს. რამ განაპირობა ბიზნესის დანახარჯების გაზრდა და როგორ უმკლავდება კერძო სექტორი მზარდ ხარჯებს? ეკა გაზდელიანი გვერდდება. ახლა შეფასებებით ეკა გისმენთ. მოგესალმები ნინო, ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი ჩივის, რომ გაეზარდა საოპერაციო ხარჯები, განსაკუთრებით კი სახელფასო დანახარჯები და მათი განმარტებით ბაზარზე ერთი მხრივ კვალიფიციური კადრების მოძიება ჭირს, მეორე მხრივ კი ამავე კადრების შესანარჩუნებლად მათ ხელფასების ზრდა უწევთ, რაც ძირითადად ინფლაციური წინახიდან მომდინარეობს. თუ გადავხედავთ სტაქსატის სტატისტიკასაც, ვნახავთ, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი 10.9% თითქმის 231 ლარით გაიზარდა და 2421 ლარი შეადგინა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე მშენებლობის სექტორებში. გაზრდილია არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასიც 10.3% და მან 2009 ლარი შეადგინა. როგორც ჩვენთან საუბარში მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია განმარტავს, ხშირ შემთხვევაში ბიზნესი ამ პრობლემას საკადრო ოპტიმიზაციით ან პროდუქციაზე ფასების ზრდით პასუხობს. ყველა ვარიანტში ხარჯების ოპტიმიზაცია ამით იწყება, იმიტომ რომ შეიძლება ეს მატება, ამიტომ ხელფასება და აკომპენსიროს სხვა რომელიმე ხარჯი. არ მოუწიოს ფასებას და პირველ რიგში ამით იწყება. ნუ შემდეგ უკვე როდესაც ფიქრება დათვლილია და უკვე რაოდენობასთან შესაბამისობაში ჩვენ ხავსით, ესეც არ არის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესია და ბიზნესი ამას ისედაც აკონტროლებს, იმიტომ გარემო იცვლება, ფასები იცვლება, იქიდან გამომდინარე რომ დეფიციტია პროფესიული კადრები, ძალაუფლება მათ ხელს და ისინი ითხოვენ უკვე გაზრდილ ხელფასებს, სხვა შემთხვევაში სხვა ალტერნატივები აქვს, ამ მექანიზმს დაფუძნებს, და ბევრი შესაძლებელი გაჩნდა ბაზარზე, რომ შესაბამისად ასე და მოლაპარაკების ძალაუფლება დაქირავებით არის და ისაკენებს უკვე სახელმწიფო პირობებს და უშუალოდ ეს საოპერაციო ხარჯები გაეზარდა სადაზღვევო ინდუსტრიასაც და მათ შორის ეს არის ძირითადად სახელფასო ანაზღაურება. სექტორის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ხელფასის ზრდა უსწრებს თავად ინდუსტრიის ზრდასაც კი, ამიტომ სექტორი ცდილობს, რომ ინოვაციური გადაწყვეტილებები მოძებნოს ამ გამოწვევისგან თავის დასაღწევად. საოპერაციო ხარჯების ზრდაზე საუბრობენ ასევე ხორეკა სექტორშიც, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო კომპანიები ამ სექტორში ფასებს ვერ ზრდიან, როგორც ისინი აცხადებენ და მოგების მარჟას იმცირებენ. ჩვენ ადგილზე გაგვიძვირდა პროდუქტები, რომლისგანაც ვქნით ამ საბოლოო ტურისტულ პროდუქტს. ამასთან ერთად ის გუნდი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, მათი ხელფასებიც ხომ ყიდულუნარიანობას კარგავს, ანუ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ ხელფასებსაც მოუმატოთ. და შესაბამისად რა ხდება? ანუ პროდუქტის ფასი გაგეზარდა, ხელფასები უნდა გაზარდო, მაგრამ საბოლოო პროდუქტის ფასს ვერ ზრდი, იმიტომ რომ ვერ იქნები კონკურენტული ბაზარზე. და უკვე ბიზნესის ამონაგები გამოდის ძალიან პატარა მარჟა. საავტო კომპანიების ჯამური მოგება ალბათ შემცირებული იქნება, როგორც ამ პორტალში იყო შემცირებული, ეს იმფონზე რომ ზრდა იყო შემოსავლებში, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს ოპერაციების განხორციელება, ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება უფრო ძვირი უჯდება. ეს იქნება დაკავშირებული კადრებთან, დაკავშირებული ტექნოლოგიებთან თუ დაკავშირებული ნებისმიერ სხვა საოპერაციო დანახარჯებთან, კომპანიის ადმინისტრირების დანახარჯები უფრო ძვირი უჯდება. შესაბამისად, ეს აისახება შედეგებზეც, აქცენტის გამოქვეყნებული მონაცემებითაც კი საშუალო ხელფასი საქართველოში გაიზარდა. თუ გაიზარდა საშუალო ხელფასი საქართველოში პირველ ბოლო 2 წელიწადში გარკვეული მოცულობით და საავტო ინდუსტრიის ზრდა არ იყო ამ მოცულობით, ავტომატურად ეს ნიშნავს, რომ ხელფასების ზრდა წინ უსწრებს კომპანიების ჯამოხებას. თუმცა მიუხედავად ამისა, ნამდვილად ვერ დავიკვეხნით საავტო ინდუსტრიები იმას, რომ ჩვენი თუნდაც სახელფასზე განაკვეთები არის იმ დონეზე, რომ დავუშვათ ჩვენ როგორც და შეიძლება მიგვაჩნდეს, რომ ტემპი მაინც ჩამორჩენილია, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ ტემპი ჩამორჩება, მაგრამ მეორე კუთხით საერთო ზრდის ტემპიც არ გვაძლევს იმ საშუალებას, რომ ამ კუთხით უფრო მოქნილები ვიყოთ და
ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხელფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ნომინალური ეკონომიკა. ნომინალური ეკონომიკური ზრდა ეს არის ინფლაციას დამატებული რეალური ეკონომიკური ზრდა. თუ ეკონომიკა მაგალითად 7.7%-ით იზრდება, ამას ემატება ინფლაციის მაჩვენებელი და საბოლოო ჯამში ნომინალური ეკონომიკა დაახლოებით 11-12%-ით იზრდება. ეს ტენდენცია კი, როგორც სამინისტრო განმარტავს, ბოლო 4 წელია ნარჩუნდება. თუ რას უკავშირდება ამ ტენდენციის არსებობა ბაზარზე, ამას ჩვენს 7 საათიან გამოშვებაში ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. მადლობა ეკა, რატომ უძირდება ბიზნეს საოპერაციო ხარჯები, ეკა გაზდელიანმა გადაიცნო.